მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს განსაკუთრებული დღე არის, საზეიმო დღე არის, როგორც იქნა ახდა სანუკვარი ოცნება ლიბერალების ახდა ნატურა დადგა ჟამის სანეტარო იხარეთ LGBT-ებო სრულიად საქართველოსი უკნიდან განათლებულებო საქართველო დაასანქცირეს ევროკავშირიდან და ძალიან დიდი ბედნიერება და ძალიან დიდი სიამოვნება სუფევს ქართულ LGBT უკნიდან განათლებულ მედასავლეთეებში აღარ იციან რა ქნან თურმე უნდა ვიდარდოთ თურმე ძალიან შეწუხებული ყოფილა ისა რა ქვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურმე რომ უკან წაიღებსო ყულების ტერმინალიო დაასანქცირესო ეს შეიძლებაო ისეო არ დაგვაქციოსო ამ იმანო მაგრამ აი უკნიდან განათლებული კიდე ერთი გამოვიდა და ესეთი რაღაცა განაცხადა რომ ესო კაცო ეკონომიკაზეო გავლენას მოახდენსო მაგრამო უფრო უარესი არისო ესო ამერიკის შეერთებული შტატებიო და ესენიო შეხედავენ და იმიჯი გაუფუჭდებაო ქვეყანასო რა იმიჯი გაუფუჭდებაო ქვეყანასო და მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს და მინდა ერთი რაღაცა ვთქვა მოდი ჯერ დავიწყოთ იქედან რომ სულ თავიდან აი ეს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს რა ლოგიკა არის თქვენი აი ტრაგედან განათლებულების კოლექტიური ეფშტეინების ევროპარული მოსაწონი თვითონ როცა ჭირდებათ რუსეთიდან მშვენივრად ყიდულობენ ნავთობსაც გაზსაც ყველაფერსაც და როცა გაუჭირდებათ არაა პრობლემა და დღეს არის სანქციები ხვალ არაა და როცა შეივსებენ მარაგს მე ხელახლა ასანქცირებენ და მე ისევე ასე და მოკლედ ყოველ დღე 1000 რა ვიცი ახლა რა დავარქვა ამას არ მინდა სულ ეს ბინძური სიტყვების თქვა კლებროჭაობაო რა რო იტყვიან აკეთებენ ესენი რა ქვია ევროპელები და ამერიკელები ხო და ქართველს და საქართველოს არ უნდა გქონდეს არანაირი უფლება და სხვა ნებისმიერ ქვეყანას რომ იმისი რომ თავისი სარგებლობისთვის იყიდოს ნავთობი იქნება გაზი იქნება თუ რა იქნება ანუ ეს ქართველზე არ შეიძლება საქართველოს არ უნდა ქნას ეს მხოლოდ ევროპას შეუძლებს მხოლოდ ამერიკას შეუძლებს მხოლოდ ბრიტანეთს შეუძლებს და მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ გამაოგნებელი არის ხალხო აი გამაოგნებელი არის გუშინ გადაწყდა სხვათა შორის ამ დასანქცირების პერიოდში როსატომი რუსული გიგანტი რომელიც არის პრაქტიკულად ერთ-ერთი დომინანტი მთავარი დომინანტი კომპანია არის რუსული სახელმწიფო კომპანია რომელიც ჯერ კიდე საბჭოთა კავშირიდან იყო ერთ-ერთი გიგანტი ატომური ელექტროსადგურების წარმოებაში და ბევრ რაღაცებში საერთოდ მონოპოლია აქვს აღებული ეხლა ამ სანქციების პერიოდში დაიდო ხელშეკრულება გერმანია და როსატომი ერთობლივად დაამზადებენ ნაწილებს და დეტალებს შუა გერმანიაში იმიტომ რომ არ გაამართლა უკნიდან განათლებულების პოლიტიკამ და ქარით ვერ გათბება გერმანია და არ ექნება მომავალი და გადაწყდა ისევ რომ გერმანიაში დაიწყოს აღდგენა ამ ენერგეტიკული რესურსების და როსატომმა მიიღო უზარმაზარი შეკვეთები ამ დროს სადაა სანქციები ამ დროს უკრაინა ვისახსოვს ამ დროს ღირებულებები ვისახსოვს ამ დროს საერთოდ ამ დროს იმიჯი სადაა ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება ამაზე გამორიცხულია ეს როგორ შეიძლება ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს როგორ შეიძლება იმიჯი შეგველახა იმიჯი როგორც სახელმწიფოს რომელსაც ბიზნა ივანაშვილი მართავს და ნაცები და კოცები ხართ ხელისუფლებაში და ოპოზიციაში აგერა 25 წელიწადია მეტი რა უნდა შეელახოს და 35 წელია საერთოდ ქართველ ლამისა და ქართველ ერს საერთოდ გადაგვარება მოუწყვეთ და დღეს ისია გადაგვარებული ქართველი კაცები რომ რუსი ქალების ვიდეოს დებენ და ერთმორწმუნე ოკუპანტები და როგორ იქცევიან ქართველ კაცს ბიჭო ქალი აღარ მოწონს ბიჭო კაცს ქალი არ უნდა და ქალს კაცი არ უნდა ბიჭო რა დონეზე გადაგვარდა აი ხალხის მასის ფსიქოლოგია როგორ გადაგვარდა სადაც არ შეიხედავ სადაც არ გაიხედავ მოკლეს დაჭრეს ჩამოვარდა ცემეს უბედურება კარგი არაფერი არ ხდება საქართველოში ნუ მეძე როგორ უნდა მეტნაირად გენოციდი ერს როგორ უნდა მოუწყო და რომელი კუთხითაც გინდა შეხედი ამ ყველაფერს ნუ ეს ჩემთვის ნუ არ ვიცი ცოტა გაუგებარია რა იმიჯზე არის ლაპარაკი ნუ მაგრამ კაი ხო ეხლა ტრაკიდან ესა რა ქვია განათლებულებისთვის ეს გასაგებია რომ თურმე იმიჯი იქნება რომ ყულების ტერმინალი დასანქცირდა
აი ამ ჩემს ფეხებს ჯერ ერთი ასე ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს პირველი ეს. რატო არ მაინტერესებს, იცით? იმიტომ რომ ყულევის ტერმინალი არა ქართველი ერის და სახელმწიფო საკუთრება. ყულევის ტერმინალი ეს არის, აგერ რა ბატონო თუ არ იცით, ყულევის ტერმინალი ეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კორპორაციის საკუთრება, რომელსაც ოპერირებას უწევს სოკარი და მუშაობს აზერბაიჯანელების გამდიდრებისთვის, აზერბაიჯანელების ჯიბისგასქელებისთვის და საერთოდ არ მაინტერესებს ვიღაცა აზერბაიჯანელი საქართველოში და აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია, რომელიც დავით გარეჯის მტაცებს, მართმევს და ძმას მიძახისთან დასანქცირდება თუ არ დასანქცირდება. აი ამ ჩემს ფეხებს ალიევი დაკარგავს მილიონებს თუ არ დაკარგავს. ჩემი ერისთვის ამას ას დადებითი მოაქვს და არც უარყოფითი. ასე მომხდარა თუ რამე არის საქართველოში ამ თქვენი უჯიშოების ეს მაკროეკონომიკური ის რო ხართ, რა ქვია, ინტერნაციონალი შექმნილი საქართველოში, ასე უქნიათ TBC ბანკით დაუსანქცირებიათ. ასე უქნიათ საქართველოს ბანკის დაუსანქცირებიათ. ქართველი კაცის ხელში არა, ქართველი ერის ხელში არა, ვიღაცა BlackRock-ის ხელში არის და ვიღაცა JP Morgan-ის ხელში არის და ვიღაცა სხვა ადაზი უჯიშოების და ურჯულოების ხელშია. საქართველოს და ქართველი კაცი არაფერს არ ფლობს და მე რატო უნდა ვიდარდო იშოვნის თუ არ იშოვნის მილიონებს საქართველოს გამოყენებით აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები. არ ვიცი მე. ან რა შვაში არის ჩემთვის ეს ქვეყნის იმიჯი ამ ყველაფერთან. სარი გითხრიათ წაღბაუგუღმა რა და სხვათა შორის ამინდა გითხრათ იცით? აი ამ კატეგორია ხალხსაც, აი ამ კატეგორია ადამიანებსაც, რომელი კატეგორია ადამიანებიც მოკლედ ძალიან ნერვიულობთ და ერთ ამბავში ხართ ახლა იმიდან რომ რამხელა ზარალი მიადგა ქვეყანას აი ამ რუსი ტურისტის რა ვიცი ამ პროვოკაციებთან დაკავშირებით და მთელი დუნია რო განიხილავს, ლამის იაპონიამდე რომ მივიდა ეს ყველაფერი, რომ ეს რა ქვია, ვიღაცა ძუკნა ჩამოვიდა, აქ ვიღაცა გამოსირებული ავიდა, ხელი დაარტყა და მოკლედ ცივილკივილია ატეხილი და ჩვენ ყოფილვართ ქართველები დამნაშავე და ეგერ BBC-მ პოდკასტი დაუთმო ერთი ამის 9 საათზე მეტი თუ 40 წუთი ილაპარაკეს, ეს ყველაფერი დადგმული და თურმე ახლა ჩვენ უნდა ვინერვიულოთ რომ 90,000 ჯავშანი გაუქმდა თურმე საქართველოში რუსები ვინც აპირებდნენ ჩამოსვლას და ეს რა გაგვიკეთეს ნაცებმა, ეს რა გაგვიკეთეს აკაცუკებმა და ეს რამხელა ზარალი მოუტანეს ქვეყანას. აი ამ ჩემს ფეხებს. სულ მკიდია, სულ מחატია. მეც და აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველობისას. რატო კიდია დაახატია, იცით? იმიტომ რომ ეს ერის პრობლემა აღარა. ეს არის თქვენი გააქსუებული ჯიბის პოლიტიკოსების და კუჭის პოლიტიკოსების პრობლემა. და არც ის 90,000 გაუქმებული ჯავშნის მეპატრონეები ხმას არ ამოიღებენ, რომ რატო გვიკეთებთ ამას? რატო გვიწყობთ ეკონომიკურ დივერსიას? რატო ახდენთ ქვეყნისთვის უბედურების გაკეთებას? რატო გვაკლებთ შემოსავალს? ჩვენ შემოსავალს ვკარგავთ, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავალს კარგავს და ამას არავინ არ ამოიღებს ხმას? არავინ არ ამოიღებს, დაждდება გამზდელმოტყნული ქოცი გემრიელად მისთვის, გაჟდება გამზდელმოტყნული ნაცი გემრიელად მისთვის და მაგათვის პრობლემა არა. მე კიდე იმ ხალხს, ვისაც დააკლდა ეს ჯავშნები და ხმას არ იღებდნენ და ხმას არ ამოიღებენ ამ საკითხთან დაკავშირებით, აი ამ ჩემს ფეხებს. სამშობლო, ვიცი, მეწვე ძროხად რო გინდათ, მარტოდას სასტუმრო იქნება თუ ის იქნება, რა ქვია, ტერმინალი იქნება თუ რა იქნება, მარტო ფულის საშოვნად რო გინდათ, მაგ თქვენ შემოსავალს დაცვა უნდა და გამოდით და ამოიღეთ ქუჩაში 90,000 ჯავშანის მეპატრონე. გამოდით ქუჩაში და მოთხოვეთ ხელისუფლებას. რომ შემოსავალს გაკარგიებთ. თქო მე არც სასტუმრო მაქვს, არც ბიზნესი მაქვს, არც კონება მაქვს, არაფერი არ მაქვს, მთელი ჩემი ცხოვრება საერთოდ არ მიფიქრია ბიზნესზე და შემოსავალზე, სხვა ამბებს გადავყევი და თიცე გადასახვევი არ მაქვს არაფერი. მამა ჩემის და ბებია ჩემის და ბაბუა ჩემის სოფელში აშენებული სახლი და კარი მაქვს. არც ანგარიშები მაქვს, არც მილიონი მაქვს და არც მილიარდი მაქვს, საერთოდ არ მაინტერესებს და საერთოდ არ მადარდებს. რატომ უნდა მადარდებს, ვერ ხვდები. მე თუ მკითხავს ვინმე, ხო? 90,000 კი არ უნდა გაუქმდეს საქართველოში. და ამაზე კი არ უნდა ნაღლობდეს ქართული საზოგადოება. მე ორივე ხელით მომხრე ვარ, აი უსაზიზღრეს რუსოფობსაც რო არ მოუვა თავში. აი იმის მომხრე ვარ. მე მომხრე ვარ და აი ღიად ვამბობ. მე ღიად ვამბობ ამ ყველაფერს. ვიტყვი პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვაზე. მე მომხრე ვარ ჩაიკეტოს საქართველოს რუსეთის საზღვარი, მე მომხრე ვარ შეწყდეს ფრენები
შეწყდეს რუსეთს და საქართველოს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირები, ყოველგვარი გაზის იმპორტი, ნავთობის იმპორტი, პურის იმპორტი, რა ვიცი, ელექტროენერგიის იმპორტ, ექსპორტი, აბსოლუტურად ყველანაირი აქტივობა, ენერგეტიკული აქტივობა ჩაიკეტოს რუსეთთან, განულდეს, დავიდეს ყველაფერი 2006 წლის პერიოდში ნაცების დროს რო გადაიკეტა ყველაფერი, უმკაცრესი ვიზები ოჯახის წევრის გარდა აქედან წასული არავინ, იქედან შემოსული არავინ, ამის მომხრე ვარ და იმის მომხრე ვარ, რაც არ მომხდარა სხვათა შორის 2006 წელს. მე მომხრე ვარ იმის, რომ რუსეთს და საქართველოს შორის გადარიცხვები, გადმორიცხვები, ფულადი გზავნილები საბოლოოდ აიკრძალოს, ერთი თეთრი არ გადიოდეს საქართველოსთან და ერთი თეთრი არ შემოდიოდეს რუსეთიდან. აი ამის მომხრე ვარ და იქამდე სატელეფონო კავშირიც რო იყოს გაწყვეტილი თუ გაინტერესებს. მე ამის მომხრე ვარ. ვარ ამის მომხრე. და რატო ვარ იცით ამ ყველაფრის მომხრე? ეს რაც ყველაფერ შედეგს გამოიღებს, ეს უნდა ზღოს საქართველოში ნაცმაც და ქოცმაც და ნეიტრალმაც როზის და ამ ყველაფერს რო უყურებს. და ამ ყველაფერს რო საშუალებას აძლევს. როგორ მოგეტყნებათ დედა მილიონებს რო შეულობთ სასტუმროში, როგორ მოგეტყნებათ დედა მილიონებს რო შეულობთ ღვინოზე, როგორ მოგეტყნებათ დედა იმპორტიორ ექსპორტიორებს, როგორ მოგეტყნებათ დედა ამ იმგეს რა ქვია გიდიან იმიან ამიან, რა ვიცი, ეს ხალხი რომლებიც ახართ რა ამ ყველაფერში, ამიდან ვინც სარგებელს ელოდებით და ღებულობთ და გაგაჩნიათ მთელი ამ ხნის მანძილზე, როგორც აქ საქართველოში, ისევე რუსეთში მილიონებს რო შეულობთ. და რუსოფობიის მეტი და ქართველოფობიის მეტი რო არ გაქვთ არაფერი. დედა რომ მოგეტყნებათ და განულდება ყველაფერი, რო არ გექნებათ შემოსავალი, მაშინ გადარჩება საქართველო. აი, ამის მომხრე ვარ. და დამთავრდეს ერთხელ და საბოლოოდ საქართველოში ეს ავადმყოფური რუსოფობია. კი ბატონო, წაღებული აქვს, სანამდე ჩვენ ტერიტორიები არ დაბრუნდება, სანამდე საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაუბრუნდება, არც ერთი ქართველი და არც ერთი რუსი ერთმანეთთან არ წავიდეს, არ მოვიდეს, არანაირი კონტაქტები არ იყოს. მე ვარ ამის მომხრე. მე ვარ მოვაწერ ახლავე ხელს დღესვე რო შეიძლებოდეს. მე ვარ ამის მომხრე. არ მინდა მე რუსეთიდან 2008 წლის ომიდან დღევანდელ დღემდე 20 მილიარდამდე თანხა რო არის შემოსული, გადმორიცხული გზავნილები აქ. არ მინდა მე. ბატონო ევგენი, რაში მაინტერესებს რა ეშველება? აბა ახლა ანწუხელიძე გაიხსენეთ, აბა ახლა შარტავა გაიხსენეთ, აბა აფხაზეთი გაიხსენეთ, აბა სამაჩაბლო გაიხსენეთ, რუსეთი ოკუპანტია და აბა ვივაჭროთ, აბა ვიურთიერთობოთ. ღირსება ხო გვაქვს? ვინ დაკარგავს თავარ შემოსავალს? გავიგებ ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ეს გაქსუებული ბოზიშვილი ნაცი კოცი აბსოლუტურად ყველა დაწყებული დიდი ან პატარიანად, აქ რო რუსებს აგინებენ, იქ რუსების ტრაქში არიან შემძროლები, მილიონებს და მილიარდებს შეულობენ. და აქ მოდიან მემამადლიან თავს, მე რაში მამადლიან თავს, მე რა შემოსავალი მქონია და მე რა სიკეთე მქონია რუსეთიდან და რუსეთთან ურთიერთობიდან. ერთი რაც მაკავშირებს რუსეთთან 2008 წლის ომია. მე ვარ ამის მომხრე. და დამთავრდეს ეს ყველაფერი და გაიტანოს ქართველმა ერმა თავისი თავი თვითონ. არ მაინტერესებს, არ მინდა. გამოვიდეს. და გამოვიდნენ და თქვან ეს ყველაფერი. რაღაცა ამაში არ არიან ესენი სოლიდარულები. ეს ამათ არ უნდათ. არ მაინტერესებს თურქეთიდან შემოიტანონ ფქვილი, არ მაინტერესებს რაც გინდათ ისთან თამოყვარეერი ხო ვართ. თამოყვარეობა ხო გვაქვს? მე ამათ რა უნდა ველაპარაკო, ამათი დებილი დედა შევეცი ხალში ბილაინის ქსელი უჭირავთ, იანდექს ტაქს გამოიძახებენ, იმაში რა ქვია, შევლიან და რუსულ პროდუქციას იყიდიან და ესა გამოვლიან და მე რუსეთს დაუწყებენ და ღირსებაზე დამიწყებენ, ეს დედარძე მოწყნული ხალხი მელაპარაკს. და რამდენჯერ უნდა მოეჭრას საქართველოს და ქართველებს თავი ამათი უღირსი საქციელის გამო. ამათი სიბინძურის გამო. მე მომხრე ვარ, რომ რუსეთმაც დაგვადოს სანქციები და საქართველოს დაუწესოთ სანქციები. მომხრე ვარ. ერთი წამით, აი დედას გეფიცები, თუ რამე წმინდა გამაჩნია, ამას ვამბობ პირდაპირ. და როგორ დედა მოგეტყნებათ და ამ დედამოწყნულებს მე როგორ მოგიწევ ცხოვრება? მე შევხედავ ერთი ამ ყველაფერს გემრიელად. ერთი შევხედავ ერთი გემრიელად. ეგ თქვენი ყობანაყოფია, თავარი ისა რა ქვია, ნაცმოძრაობის თავარი დამფინანსებელი რუსული პასპორტით რო არის. და იმაში რა ქვია, გიმოდამთავრებული და მოსკოვში როზის და რუსოფობიას რომ მართავდა ესა რა ქვია, რუსთავიორი თბილისში.
და ვითომ რუსეთს რო ებრძოდა და რუსეთში რო იყო თან აფხაზეთიდან დევნილი და 5 დღე აგვისტოს 5 დღეს რო იღებდა. ერთი ნახავ ერთი თვითონ რა მოუვა. ერთი მე ძალიან მაინტერესებს ხოშტარიას და მისი უჯიშო დედამოთხნულები. ფული უნდა ავიღო, აბაო, ფული თუ არ ავიღეო, მეო როგორ პუტინს დაუტოვო ტანკი გააკეთოსო? ეს იგი ხოშტარია დედარძე მოთხნულმა აგენტობით, ბოზიშვილობით, ჩათლახობით მილიონები უნდა იშოვოს. უნდა წავიდეს მისი უჯიშო მოღალატე შთამომავლობამ უნდა აძღოს და აქ პროვოკაციები უნდა აწყოს და გაჭირვებულმა გლეხმა რომელი გაჭირვებული გლეხიც მისი შრომით, მისი პატიოსნებით, ღვინოს იწევს, ყიდის, ვაშის ყიდის, მსხალს ყიდის, ტურისტი მოუვა თუ ვიღაცა მიიღებს, იმან არა. აი გეკითხებით. კი ბატონო, დავთესოთ ხორბალი, გავანძრიოთ ხელი, გავაკეთოთ ყველაფერი. რატო არ ეთქოთ ამას? ერთხელ მახსოვს მე არჩიბალდ მეკეში ლაპარაკობდა იმაზე, რა ქვია, მაშინ ჯერ კიდე ცოტა იქეთ ამხრის აზროვნება ქონდა და მაშინ გაჩნდა დიდი დილემა ფორმულას არხზე გაჩნდა ესა, რა ქვია, ესეთი დიალოგი იყო სანქციებთან დაკავშირებით და არჩიბალდ მეკეშმა გამოაცხადა, რომ საქართველოსიო, რაც არისო, რუსეთისო, ესო დავაწესოთო სანქციები და რუსული ქონებაო, რაც არისო, აქ რაუესი არის, VTB ბანკი იყო, ბილაინი იყო, თუ რა იყო, ამ ყველაფრისო სახელმწიფოსო ის გავაკეთოთ ექსპროპრიაცია. და ჩამოვართოთო ეს რუსული ბიზნესებიო. ეთერი გაუთიშა ყველაზე რუსოფობიულმა ურიატივი. და საერთოდ გაწყვიტეს ეთერი და პასუხი არ გაცეს და საერთოდ დაბლოკეს. თქვენი გამზდელი დედა შევეცი ბიჭო. თქვენ ეს გაქსუებული ურიები, თუ ურიად ნაფიცი ქართველები. აქეთ-იქეთ დარბი ხართ, მათხოვრობთ, ჩათლახობთ, მილიარდებს შოულობთ და მოდიხართ აქ მერე და ქართველებს თიც უქნებთ და ამესე უბნები და ღირსებაზე გველაპარაკებით, თქვენი გამზრდელი დედას შევეცი მე თქვენსას. დაწყებული რომელი ყველაზე დიდი რუსოფობები რო არიან, ოკუპაციას რო ებრძვიან, რა ქვია იმას, ეს ჩინური რემბო რო არის და ისინი აბსოლუტურად ყველა რუსეთიდან იღებდა ფულებს. აბსოლუტურად ყველა რუსეთში მონაწილეობდა, ფილმები იყო თუ ბიზნესი ქონდა თუ რა ქონდა. და გამომივიდნენ მე პატრიოტებიან აქ. და გამორბიან აქ და ხალხს ჭამას არ აცლიან ქუჩაში და პუტინ ხუილო და რუსებს რა და დედისყვნაო. თქვენი პატრიოტობა მოვთხან ბიჭო და თქვენი დედა შევეცი მე თუ ამას სიმართლეს არ ვლაპარაკობ, მაშინ მითხარით რომ ესე არა. დამისახელეთ და გამოდიხართ და რა გინდათ ვერ ხვდები. მე ვიცი რაც გინდათ. თქვენ გინდათ საქართველოს და რუსეთის ომი. გინდათ? ეს აგაქვს დავალება მიცემული. ეს რუსოფობია, ეს ავადმყოფობა, ეს ყველაფერი თქვენია. ქართველებს რო აბრალებთ რუსის სიძულვილს და საერთოდ კაცთ მოძულეობას. ქართველი კაცი არაა კაცთ მოძული, რაც გინდათ ის დააბრალეთ. თქვენ ქართველებიც არა ხართ, თქვენი დედა შევეცით, თქვენ ფაშისტები ხართ, ახალ ხართ, მე რა ვიცი, თქვენი დედა მოთხა. დნმ-ი რო აიღოთ, ალბათ რავი რა ჯიში ამოგივათ ყუიოზნაით. თუნდაც იყოთ 1-2 გამოსირებული ქართველი, მაგრამ ქართველი კაცი არა და არც ქართველი ხალი არა, მოძულე რამდენი შემთხვევა იყო 2008 წლის ომის დროს ქართველმა დედამ დაჭრილი რუსი ჯარისკაცი გადაარჩინა. თავისთან შეიყვანა, რომ ქართველებს არ გადასცა. შეეცოდა სიკვდილისთვის, წამებისთვის, წვალებისთვის. გინდა ჩამოვარდნილი რუსი პილოტი, ქართველმა ქალმა გადაარჩინა. არ ჩაუგდო ამ ჩვენ ჯარს ხელს, შეეცოდა. აი ესაა ქართული ბუნება. და ეს გაღიზიანებთ, რომ ეს როგორ არაა, როგორც ურიას ძულს, ებრაელს ძულს ისა რა ქვია, არაბი ისე და არაბს ძულს ებრაელი, ასე რატო არ ძულს ქართველს რუსი. აი ამით ახარ დაავადებული თქვენი გამზდელი მოვთხან ბიჭო, დღე და ღამე სულ ამაზე ლაპარაკობთ. თქვენ ბოზიშვილებო ბიჭო, ამოვიდა ყელში ასეთი უღირსობა. მე ამის მომხრე ვარ. ამის მომხრე. გამოდით, ჩამოაყალიბეთ პეტიცია, ყველანაირი კავშირები გაწყდეს რუსეთთან. არ მინდა. არანაირი წუთით არ მინდა. აი ამაში არის საქმე. და რაც შეეხება აი ესეთი ბედნიერება ბიჭო, რა მაგატეხიათ, სულ მახატია და სულ მკიდია იმ ევროკავშირის სანქცია, ვიღაცა აზერბაიჯანული კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე მილიარდები, ქართველი კაცი საქართველოში არაფერს არ ფლობს. არაფერ ჩვენ არ ფლობთ. ოქროსაბადო ჩვენი არა, ქვანახშირი ჩვენი არა, მარგანეცი ჩვენი არა,
ქარხანა ფაბრიკები თუ რამე იყო ზოგი დაშალეს წაიღეს და დაძარცვეს და ამ დაძარცვის და ამის და იმის მერე იმის დედავატირე რაც დარჩა გაყიდეს სხვებს მიცეს ჩვენ ქართველი ერი არაფერს არ ვფლობთ ჩვენ არაფერს არ ვფლობთ ხოდა რაში უნდა მაინტერესებდეს მე ახლა აქ სოფლიო ინტერნაციონალის ჩადებული ფული მევახშეობით ჩათლახობით ჩემი ქვეყნის განადგურებით კოლონიზატორების სანქციები იქნება ერთმანეთში თუ არა და ქვეყნის იმიჯზეა თურმე საუბარი დედა მოგიტყანთ ერთი მეორის მიყოლებით თუ რამე გადის საქართველოსთან ყველაფერ სანქცია დაადო და იქნება თქვენს გამოხვიდეთ ვიზია ვინც არგებთ მაგ ყველაფერის მანქანებზე რა გააკეთეს აჩუმდით ყველაფერი შეირგეთ საჭმელი გაძვირდება სიგარეტი გაძვირდება ბენზინი გაძვირდება თუ რამე გაძვირდება ყველაფერი ჩუმად ახართ ხო და მიიღეთ ვიზია რა ეს ყველაფერი მიიღეთ ეს ყველაფერი და იყავით ამას და უყურეთ იმ სასტუმრო ჯავშნებით დაწყებული და მთავრებული ნებისმიერი მე მომხრე ვარ ორივე ხელით არანაირი ფობიები არ მახასიათებს შემოძმაო მე არანაირი ფობია არ მახასიათებს მე ღმერთმა დამიფაროს მე ფობიები არ ვარ ეს კომპლექსიანი და არა ვარ მე არც ქართველოფობი ვარ და არც რუსოფობი ვარ და არც ჰომოფობი ვარ და არანაირი ფობია მე არ მაქვს არანაირი რაში მაქვს ფობიას მე ვამბობ სიმართლეს და სამართალს თუ კი შეერთებული შტატები როცა უნდა რუსეთთან გემრიელად ვაჭრობს ნავთობი იქნება ბენზინი იქნება გაზი იქნება და ყველაფერი იქნება რაც თვითონ ჭირდება გადახედეთ თავარი მიმწოდებელი შეერთებული შტატებისთვის ატომური საწვავის ვინა საიდან ღებულობს აწლეულების მანძილზე საიდან მიდიოდა თუნდაც ახლა ვის საწვავზე მუშაობს მთელი შეერთებული შტატების ეს რა ქვია ელექტროსადგურები გადახედეთ და აღმოაჩენთ ხო ის საოცრება როსატომია ყველაფერში ბიჭო მაგათ როცა უნდათ ჩვენურად უნდა იშოვონ უნდა ივაჭრონ ჩვენ ძმაო ჩვენთვის არავის არაფერი არ ემეტება ჩვენთან ემეტებათ მხოლოდ LGBT პრაიდები მხოლოდ სანაია იყოს გარეთ ეს იყოს ეს თავიანთი უჯიშოს შენახო და ფეხებზე კიდიათ და ჩვენ ხალხს დამოყარეობა აღარ შერჩა ხო და ამ ყველაფრის ბრალი ყოფილა რუსეთი ყოფილა ამ ყველაფრის ბრალი და ვამბობ ამ ყველაფერს გასო ჩავწყვიტოთ ამ რუსეთთან ყველანაირი აბსოლუტურად ყველანაირი კავშირები ლუსტრაციის კანონი მივიღოთ ლუსტრაციის კანონი ვინც საბჭოთა კგბ-ში მსახურობდა ვინც იყო საბჭოთა კგბ-ს აგენტურა აბსოლუტურად ყველას აეკრძალოს თავისი შთამომავლებიანად აეკრძალოს თანამდებობის დაკავება გამოიტანონ რატო არ ითხოვს ეს რუსოფობი ხალხი ერთხელ არ მოუთხოვიათ ამათი დებილი დედას შევეციმე ლუსტრაციის კანონი რატო არ ითხოვს არავინ აუდგეთ ბატონო ვისაც კომუნისტების დროს დააწყებული ვოლსკიდან დაამთავრებული სხვა ბოზიშვილებით აი ვაშაძით და იმითი დიპლომატიური მაშინ ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო ყველას გაუჩეროთ სახელმწიფოში მუშაობის ისა რა ქვია უფლება ჩამოვართოთ გავაკეთოთ რატო არ ეთხოვთ ამას აპა ქუჩაში რატო დაძდევხართ ადამიანს იმ ადამიანს რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია ჩემთვის არაფერი დაუშავებია ქვეყნისთვის არაფერი დაუშავებია ეს არის მისი ბრალი არის ის რომ ის არის რუსი გეკითხებით შენ რო ვინმე კეტით დაგზდევდეს იმიტომ რომ ბოზიშვილი არის ბიძინა ივანიშვილი ბოზიშვილი არის მიხეილ სააკაშვილი და სხვა ჩათლახები და კეთს გირწყამდეს თავში და გეძახდეს შეკართველო შეასეთო შეისეთო როგორც აფხაზები იქცევიან ქართველების მიმართებაში და საქართველოსთან მიმართებაში სწორია მე ხო იტყვი მე რა დავაშავეო აბა იმა რა დააშავა ჩამოვიდა შენ ქვეყანაში ფულს ხარჯავს შენ ეკონომიკას ზრდის არის მისთვის წყნარად და მიდიხარ და დედასაგინებ და რუსეთსა და დედის თქმა და ეს ადამიანურია ეს ქრისტიანულია დაანებე ქრისტიანობას ეს ლიბერალურია ეს საერთოდ რამეში ზის ეს არის ფაშიზმი ხო და აი ეს ფაშიზმი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ფაშისტები არ ყოფილან ქართველებმა დაამარცხეს ფაშიზმი ერთხელ და საბოლოოდ მაგრამ თურმე ბოლომდე არ დამარცხებულა მაგრამ მე აქ ერთ რაღაცას ვხედავ ვიცით და სხვათა შორის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ვხედავ ამ ყველაფერს ხელისუფლება მიზანმიმართვა ხელისუფლების ინსტიტუტები
აი ამ სირი, აი ამ გენერალ მაიორი დინარაძის თამადობით ხელს არ უშლის. არ უშლის. არავინ არ უშლის, Facebook-ზე დაძდევენ დასაჯარიმებლად, ასე შვება, ისე შვება. ქუჩაში დადიან, მივლიან რესტორნებთან, რუსებს რა დედის ტყნა უძახიან, პუტინ ხუილოს უძახიან, ათასუბედურებას. კაცი ხელს არ უშლის. არ უშლის. უშიშროებას მიშვებული ყავს. ის კი არა, უშიშროების მართულია ეს პროცესები. უშიშროების მართულია ეს პროცესები. როგორაა მართული? აი, წინა უშიშროების მინისტრი, აი ამათი ქოცების უშიშროების მინისტრი თურმე უმციკლობის და პატიოსნების რო იყო და საუკეთესო კადრი იყო და 4 ჯერო გადაარჩინა ქვეყანა თურმე რევოლუციას, აგერ ბატონო გრიგოლ ლილუაშვილი. მის ნათესავზე გადაფორმებული 35 მილიონის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება ჩამოართვეს. 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ატეკა ჰქონდა, შედედა მოტყლო შოპრობა თუ გინდოდა წასულიყავი იქეთ უშიშროებაში რა გინდოდა. 125 ზვირად ღირებული, ფერწერული ტილო, ახლა ფერწერული ტილოები, რა თქმა უნდა, ახლა თქვენ ბიძინას მიმდევრები ხართ და ბიძინა მადიდებლები ხართ და ასე ქართველებს ასე რომ მოექცევით, მაგრამ მიხვალთ სახში და ალბათ იმას რა ქვია შეხედავთ რომელიღაცა დიდი ხელოვანის შექმნილი მას ქმნილებას და მე ამ ფერწერული ტილოთი ალბათ ესთეტიკურ სიამოვნებას მიიღებს. რა იცის ამ გამზდელ მოწყნულმა ხელოვნებას საერთოდ რა არის? რა იცის ქოცმა, ცხოველმა, კულტურა რა არის, ნეობა რა არის, მორალი რა არის? რა იცის ამის დედაშევეცი? ამან გინდა კულტურის მინისტრმა და ან თუ გინდა თელმა საკოცეთმა. ეგერ ვეფხის ყაოსანი რო ვეფხის ყაოსანია, ლამისად სტრიპტიზად და ბორდელად გადააქციეს. რა თუნდოდა, იმიტომ რომ იყიდა, მე გაყიდიდა ძვირად. აი ახლა ესეთი უშიშროების მინისტრი რო გეყოლება, ეს ერთეული შემთხვევაა. ერთეული შემთხვევა აღარ ამაგლა პარაკი ბუტკებში გათოთრებ. ამას ახლა სამშობლო აინტერესებს და ამას ახლა ქვეყანა აინტერესებს. ამათ ქვეყანა აინტერესებს, ამათი დედაშევეცი. ხო ახლა ბიზინა რა შვაშია, კაცო, ეს ცუდი აღმოჩნდა. ისევე როგორც ყველა ვინც დანიშნა. ესენიც მალე ცუდები აღმოჩნდებიან. ნახავთ. აგიხდებათ, ჩემი სიტყვა, ეს არა, როგორც ლილუაშვილი არის და გარიბაშვილი არის მოღალატე. ნახავთ ძალიან მალე კობახიძეს ისეთი მოღალატე აღმოჩნდება, დინარაძეს ისეთი მოღალატე აღმოჩნდება და სხვა მრავალი კიდე. სხვა მრავალი. ძალიან წარეთ იქნებ თიცე და აი ამ ბოზიშვილების ხელში არის ქვეყნის ბედი. და აი ამ ბოზიშვილების ხელში არის ერის ბედი. თუ არა მეორე მხარეს და ამ ხალხს ახლა რო კითხო. ვაიმე და ამ ხალხს რო კითხო ახლა თურმე ესე რა ქვია ნოდარ დუმბაძის ეს პრეტენზია აქვს. პრეტენზია აქვს ნოდარ დუმბაძეს ჩვენ ხელოვნებას და ჩვენ კულტურას როგორ მიაყენა შეურაცხყოფა. თელი ქოცები ხო ვენებს იჭრიან, პირს რო გააღებ რა უნდა ილაპარაკო და აბა რა ახლა ამათ ნოდარ დუმბაძე ადარდეთ, აბა როგორ არ ადარდებთ კაცო. ამათ სხვა მეტსაფიქრელი კი არა აქვს. მეტსაფიქრელი კი არა აქვს კაცო. კულტურას და ეროვნულ ცნობიერებას როგორ მოუაროს. ხო და შენ შემოგევლე, თვითონ რო კარგად ვაჭრობენ, შენ რატო გიგრძალავენ მაგ ყველაფერს? შენ ქვეყანას რატო უგრძნავ, თორე შენი არა მაგი. შენი არა, ჩემი არა და არც არც არ იქნება იმ ყულების ტერმინალიდან. არ შენ ჯიშდაჯილაგი მიიღებს, რამეს და არ ჩემი ჯიშდაჯილაგი არ მიიღებს, ისევე როგორც ხვევი. ჩვენ მარტო ვალები დაგვეწერება. ჩვენმა თაობამ, ჩვენმა შვილებმა მარტო ვალები უნდა გადაიხადონ ამ ბოზიშვილების. სხვა არაფერი არა ჩვენი. ხო და აი გეკითხებით. აი ეს ბიოლოგიური ნაგავი ხო დგას აქეთ. და აი იქეთ ხო დგას მეორე ბიოლოგიური ნაგავი. რომელი ბიოლოგიური ნაგავიც სლავა უკრაინას იძახის სამშობლოს სიყვარულით. ესენი ხო ცუდები არიან. ისინი ხო გონიათ უკეთესი. ისინი ხო გონიათ, აბა ბიძინა არ მომწონს. აი ახლა დღეს, სხვათა შორის, დღეს დავასრულე და თბილისის დროით 9 საათზე ჩემი YouTube-ის არხზე იქნება ძალიან საინტერესო ბლოგი, შეეხება იმ ქართველებს, ბრჭყალებში ქართველებს, მაგრამ კი გვარით ქართველებს, ცხოვრებ ქართველებს, არა მარტო იას და აიას დაბოლოვებით, რომლებიც აფხაზურ მეგრული ოჯახების ნაზავია, ძეებით, შვილებით, ირებით. შევქმენი ეს ბლოგი დავასრულე დღეს როგორც იქნა და მე თქვენ გაჩვენებთ უამრავ ქართველს,
უამრავ ქართველს, გვარით ქართველს, მათი სახელებს, მათ გვარებს, მათ გარდაცვალების მომენტებს, მათ წოდებებს, მათ ჩინებს სეპარატისტების მხარეზე. მაშინ სლავა აფხაზია იყო მოდაში. ახლა სლავა უკრაინია მოდაში. და ეს ყვერი რო ვაჩვენი, აი აქ ეს სხვადასხვა შესული არის, არ ვიცი ეს არა ნორმალური ეთყობა აშკარად გონებრივი პრობლემები აქვს, ბლოგზე წერს და სტალინს აბრალებს იმას, რომ თურმე ესა რა ქვია, მეგრელები ქართველებად დაწერა თურმე და ამიტომ აფხაზებად უნდა იქნან დაწერილი. აი ეს სირი, აი ესეთი სირები საქართველოს წინააღმდეგ იარაღს წევდნენ ასობით ქართველის სისხლში აქვთ ხელი გასრული და მე თქვენ გაგიკვირდებათ, რომ დღეს რატო ხდება ასე? თქვენ გონიათ ცუდი და დედამოწყლული და მოღალატე ხალხი ძველ დროში არ იყო? ყოველთვის იყო. არის და იქნებიან. მასშტაბშია აქ საქმე. არ ვიცი ქალბატონო ციალა რა სიგნალები წამოვიდა, მე ვარ მომხრე, რომ ჩაიკეტოს საერთოდ გაწყდეს ყველანაირი ურთიერთობა რუსეთთან. აბსოლუტურად ყველანაირი. და მე არ ვიცი ის ჩამოვიდა რუსი ტურისტი ესა პირველ რიგში რუსული ბიზნესი დამთავრდეს საქართველოს და ქართული ბიზნესი რუსეთში. არ მინდა მე აქ მოროშკინა მიიწვევს გოგოებს და ვიღაცას ყავას დალევენ და ამას დალევენ და უი დედა ასეთები არა ვართ, ავი დედა ისეთები. დავიღალე მე ამით როგორც ქართველი ადამიანი, დავიღალე ეს უნდა დამთავრდეს. ან ჩვენ ან ისინი. მორჩა და მე მიმაჩნია რომ უნდა გავწყვიტოთ ყველანაირი კავშირი. მორჩა. ომი იქნება ვიომოთ. ხო გინდათ? ხო მიგყავთ ამ ყველაფრისკენ ქვეყანა? ხო გინდათ ვიომოთ? ოღონდ ისი არა. ჩვენ დავიწყებთ ომს და თქვენ ესა რა ქვია, ჩვენ პროვოკაციას მოაწყობთ და თქვენი ომით. არა. თქვენ არავინ არ გაგიშვებთ სარფის საბაჟოზე და არავინ გაგიშვებთ წითელხიძე და არც თბილისის აეროპორტზე დედას მოგიტყნავენ, წინ გაგყრიან. აი ახლა დღეს რო დარბიხართ ქუჩაში და ქალები რას დაემგვანეთ, თქვენი დედა შევეცი, როგორ იგინებით, ჩემი გინება გიგვირთ, ბიჭო, ჭყვიდან გადასული ადამიანი ის. ხო, აი რუსებზე მეტი დიდი მტერი შენაირი ქართველია, რო იცოდე. შენაირი ბჭყალებში ქართველი. აიგე? შენაირი ჩლუნგი, დედაკაცი. აი ამ ხნის დედაკაცი და ასეთი ყრუ. და ყველაზე დიდი მტერი არის საერთოდ გაუნათლებლობა, გაუტანლობა და ერთმანეთის ჭამა. რომელი ქვეყანა გინახიათ თქვენ ბიჭო, ომი რო არ ქონოდა? რომელი ქვეყანა გინახიათ სოფლიოში, რომ უმტრო ყოფილიყო და ომი არ ყოფილიყო? საქართველოს ეს კითხვა არ უნდა დასვას, იმიტომ რომ საქართველოს ისტორია ომების ისტორია. ყველა მეზობელთან შეიძლება რაღაცნაირად დალაგდე, ხო? ადრე თუ გვიან ყველა ომი დიალოგით მოგვარდება, ხო? რაღაცით შარვლის ჩახტით და ქუჩაში სირბილით და შენაირი გამოსწირებული ქალების ჭღავილით არ გვარდება ეგ პრობლემა. არ მცალია შემოგევლი, ახლა მე ჩემი საქმე მაქვს, უნდა გავაგზავნო, ვამთავრებ ამ ყველაფერს და მე თუ გინდა სხვა დროს ვილაპარაკოთ სხვა პლატფორმაზე. არ მაქვს არავისთან სალაპარაკო არაფერი, ჩემი გულის თქმა უნდა ვთქვა და ვამთავრებ ამ ყველაფერს. მე გეუბნებით. დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ დავსვათ წერტილი. არ უნდათ საქართველოში ამ პრობლემის მოგვარება, უნდათ ამ პრობლემაში ცხოვრება, უნდათ რომ ერი მუდმივად ამ პრობლემაში იყოს, ურიებმა საქართველოდან იქედან გაურიებულმა ქართველებმა მილიონები იშოვონ ჩაიდონ ჯიბეში და მე მამადლონ თავი რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთი ოკუპანტი როა ჩემზე კარგად არავინ არ იცის. თქვენ კატეგორიაში მაქვს მე ლაპარაკი. ხო, კაი, უკრაინაში არ მიდიხართ და იქ არ იბრძვით, მოგიტყანთ, გამზდელი, წადით, ვისაც გინდათ წასვლა. წადით და იომეთ, თუ რამის ტრაგიკა. საქართველოში რა გინდათ? ეგრე გინდათ თქვენ სამშობლოზე და ამას ეძახით პატრიოტიზმს? შენი დედას შევეცი ბიზინა ივანიშვილი და მოგიტყან გამზდელი საქართველოს უშიშროება და ზედმდინარაძე და თქვენ ბოზიშვილებო, ხო არ დაამთავრეთ ეგ ავანტყოფობა საქართველოში. ხო და როდესაც გადაგიხოლებთ ეს რუსოფობია, როდესაც გადაგიხოლებთ ეგ ყველაფერი, რომელიც ახლა დუღს და ნელ-ნელა ესე მოდუღდება და მოგიტყნავთ გამზდელს, კადაფივით რო გიხმარენ ქუჩაში და დაგაგდებენ, აი მაშინ გაახელთ თვალებს. ამაში არის მთელი საქმე. დღეს კიდე საღამოს აი სლავა უკრაინელები 92-93 წლის გმირები გელოდებათ ჩემ გვერდზე და თქვენნაირი დედარძე მოწყნული ქართველები იყვნენ მაშინ აფხაზების ჯარში რო ჩაეწერენ. ისე როგორც თქვენნაირი დედარძე მოწყნული ხალხი დღეს ჩაეწერებიან
ჩაეწერებიან უკრაინის, თურქეთის, ევროპის და იმის რა ქვია, ამერიკის ჯარში, როგორიც ყოფილა ისტორიულად ქართველის წინააღმდეგ. არა, აი ესე თუ უნდა იარსებოს საქართველოს, ასეთი საქართველოს საერთოდ არსებობის ღირსი არა. საერთოდ უნდა გაქრეს რუკიდან. ესა სამარცხვინოობა. ესა სამარცხვინო დღეს არის საქართველოს და ქართველიერის სამარცხვინო სახეა წარმოჩენილი. არაფერი შეხება დღევანდელ ჯორჯიას საქართველოსთან არა. ეგა ასე. და რაც შეეხება იმ 90,000 იმის იმას, გამოდით ქუჩაში და მოითხოვეთ თქვენი უფლებების დაცვა. მე გამოვალ ახლა და მე დავიცავ და სხვა გამოვა და სხვა დაიცავს? არ დაიცავს. არც უნდა დაიცვას. და თქვენ დაჯდებით ფეხზე გადაიდებთ და მილიონებს ითვლით იმიდან ტურისტიდან შემოსავალს და ვაიდე დაგაკარგიეს ის. გამოდით თქვენი დედა შევეცი აგერ და გაეცით. პასუხი ამათ ვინც გაკარგიეთ მაგ მილიონებს და მილიარდებს. ასია ქალბატონო ხათუნა, თურქი, სპარსი, ინგლისელი, ამერიკელი, მონღოლი, არავინ არაა ჩვენი მტერი, აი როგორც ახლა ბრძენმა, გამოსწირებულმა ქალმა თქვა, არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და ყველაფერი რუსული, ხო და ვითხოვ ამას. დასვათ ერთხელ და საბოლოოდ ამ პრობლემასთან წერტილი. მორჩა. გააკეთეთ პეტიცია, ვაწერ ხელს. მორჩა. დამთავრდა. და მე ნახოთ ერთი, ვის რა დააკლდება და ვის როგორ. მე საერთოდ არაფერი არა რუსეთთან, რაც მაკავშირებს კიდევ ერთხელ 2008 წლის ომია და უბედურება. მეტი არაფერი. არაფერი მე არ მქონია თქვენგან განსხვავებით, თქვენი დედას შევეცი მე. რუსული FSB-ს ალფა ჯგუფიდან რომ ფინანსდებოდით და ღებულობთ დღემდე მილიონობით რუბლებს და ჯიბეები გაქვთ დავსებული და გამორბიხართ და იმაზე იძახით რა ქვია რუსთაველზე ამარცხებთ რუსეთს. თუი თქვენი დედა შევეცი და მართლა მოგითხან გამზდელი უშიშროების სამინისტროთი დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი გაგრძელებული თქვენ ძალოუნების დედა შევეცი რომ ასე გადააგვარეთ ქვეყანა. დაელოდით საღამოს 9 საათზე თქვენაერ ქართველ გმირებზე იქნება საინტერესო ბლოგი. ახლა კი კარგად ბრძანდებოდით.